ევროკავშირის სამი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი ხვდება. გერმანელი, პოლონელი და ფრანგი დიპლომატები უკრაინის პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი უკონტროლო ვითარების გადაჭრას თხოვენ. უკრაინულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის დროს ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეფონით ვლადიმერ პუტინი დაუკავშირდა. შეხვედრა 3 საათზე მეტი გრძელდება ბრიუსელში. ევროკავშირის ლიდერებმა კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს. ევროკავშირი დიდი ამოცანის წინაშე დგას. ბარიკადებით სავსე უკრაინაში უკიდურესად რთული ვითარება. ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა სანქციების შემოღების საკითხი განიხილეს. უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა ავსტრიამ. თუმცა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა პრესკონფერენციაზე ევროკავშირს მოთმინებისკენ მოუწოდა. სანქციების შემოღებაზე მსჯელობა კიევიდან 3 ევროპელი დიპლომატის დაბრუნების შემდეგ განახლდება. ამ დროისთვის ჩვენ შევწყვიტეთ მსჯელობა, რადგან აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, რომ დავალოდოთ თუ როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება შეიქმნება ქვეყანაში. ჩვენ საქმის კურსში გვყავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სანქციების დაწესებას მორალურ ვალდებულებად აფასებს, რომელიც უკრაინაში ვითარების დარეგულირებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის მაღალჩინოსნები დღეს სანქციის რამდენიმე ტიპს განიხილავდნენ. სანქციების შემოღების შემთხვევაში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შესაძლოა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოთ. ზოგიერთ მათგანს კი ევროპის ბანკებში პირად ანგარიშებს გაუყინავენ. უკრაინის კრიზის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ძალადობის ესკალაციის წინააღმდეგია. მე ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობის ესკალაცია. მე პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია 3 საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივის შესახებაც მივაწოდე. უკრაინაში მიმდინარე სისხლის ზღვრას გმობს თეთრი სახლიც. მექსიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ბარაკ ობამამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა. სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთ-ერთი ადრესატი სწორედ რუსეთი იყო. ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობას ყველა მხარესთან გავაგრძელებთ. უკრაინის მთავრობას ხაზგასმით ვეუბნებით, რომ მათი პირდაპირი მოვალეობა აღკვეთონ ის საზარელი ძალადობა, რომელიც კიევში ვნახეთ. მათ უნდა გაიყვანონ სამართალდამცველები ქუჩებიდან, განაახლონ მუშაობა ოპოზიციასთან იმისთვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და ადამიანის ღირსება. ჩვენი მიდგომა არ არის ისეთი, რომ ეს მოვლენები ცივი ომის ჭადრაკის დაფად განვიხილოთ. არც რუსეთთან შეჯიბრებაში ვაპირებთ ჩართვას. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი უკრაინაში სისხლის ზღვრასთან დაკავშირებით მთავრობის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის 20 მაღალჩინოსანს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.